Hi. Საშილად გამოვიყურებ, მოკლედ, სხვა შორის არ ვაპირებდი ვიდეოს გადაღებას, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, რომ მოდი ბარემ ვიდეო გადავიღო. ვიცი, ძალიან დიდი ხანია არ ამიტვირ თავს ვიდეო. რადგან შესაძლებლობა არ მქონდა, რომ გადამეღო. ასე რომ ახლა ავიღე კამერა და რაც არის მოდი გადავიღოთ. მოკლედ, დილით ავდექი 6 საათზე. და იმის მერე სახლს ვალაგებ, იმიტომ რომ სახლი გამოიყურებოდა საშინლად და ახლა ძლივს გადავედი იატაკის მოწმენდაზე და კიდე ძალიან ბევრი წვრილმანი მაქვს, რაც უნდა გავაკეთო და ანუ ისე მეზარება და ისე მეძიძღება, რომ ვერ წარმოიდგენთ. და შემდეგ მე მოვზესრიგდე და არ ვიცი, გარეთ გავიდი, ალბათ იმიტომ რომ კაი ამინდია და თან ჩემი ფირის გამჟღავნება მინდა. კიდე ტანსაცმლის დათვალიერება და ჩემი ფრჩხილების გაკეთება, უпростоრად აი ამ გელაქის მოშორება, რომელიც ეშინად გამოიყურება და აი არ ვიცი საუკუნე უკვე მაქვს. ხო და ეს იყო ბოლო გელაქი და აღარ გავიკეთებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ასე რომ ჯერ ეს სახლი უნდა დავალაგო. Okay, I'm going to show you. რას გავს უბრალოდ უნდა გაჩვენოთ. ოღონდ ეს არის უკვე დაალაგებულ მდგომარეობაში, ბევრი რაღაც დავალაგე. But საშინლად გამოიყურება, ხედავთ ხო? და ჩემი ოთახი შედარებით უკვე დაალაგებულია, რაც მიხარია. ასე რომ ეს ყველაფერი ახლა უნდა გავაგრძელო და საბოლოო ეტაპამდე მივიყვანო, იმიტომ რომ მე არაფერი არ მძაგს დასალაგებელი სახლის გარდა. მეზიზღება ვერ ვჩერდები, არ შემიძლია ერთი წუთი გავჩერდე. No. I love her. მთელი კვირა ყოფილვარ სახლში ხო და აი ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება კვირის მერე სახლში ვბრუნდები რაღაცნაირად და აი შენი კომფორტის ზონაში რო ხარ და ყველაფერი იმას რო აკეთებ, რაც ძალიან გსიამოვნებს და გიყვარს და აი თავიდან რო იტენები და რაღაცნაირად კარგად რო იწყებ დღეს. ხო და კარგ ხასიათზე ვარ და იმედი მაქვს რომ აქ ხასიათს არაფერი არ გამიფუჭებთ. იმედი მაქვს. მოკლედ მინდა რომ წავისვა ეს Algologi's Purifying Mask თიხის, რომელიც ეს შავი წერტილებიც მოყავს, ცოტათი აჯანსაღებს კანს და სიზმარებასაც შემატებს, მოკლედ და მკვდარ უჯრედებს მოაშორებს. Oh, it's hot here. So, ათწუთი გავიჩერებ ამას. მაგარ არის რაღაცის ხმა იქ მაქვს საერთხის მანქანა ჩართული, აქ ამ მინუტას რაღაც ჭირს და წვეთობს და ამის ხმა არის და ექმების ენერგიებს მიშლის და მოქმედებს ჩემზე, რომ ვერ გეტყვით. ჩემი ბოლო დროის აღმოჩენა მინდა გაჩვენოთ და ეს არის ზიაიას ეს ტანისკარაქი ქოქოსით, რომელიც არის საოცრება. ჯერ ერთი რომ
ძალიან კარგად ატენიანებს კანს და კარაქებს რო შეწოვა უჭერთ ხოლმე კანი შეგეთი არ არის ძალიან სწრაფად შეიწოვება სქელი ტექსტურა აქვს და ხალხი სუნი აქვს საოცარი ანუ გინდა რა შეჭამო ესეთი შოკოლადის და ქოქოსის მსუყე სუნი აქვს ხო და ვისაც გიყვართ აი ესეთი მძაფრი სუნებით ქოქოსის და რაღაცა ქოქოსის და შოკოლადის ეს აუცილებლად მოგეწონებათ ძალიან კაია ძალიან მომეწონა და ამას კიდევ ვეყიდეთ თან სანუ იმდენად ბიუჯეტურია რომ რაღაც არაბიუჯეტური ბრენდების სხვა ტანის კარაქებს ბევრად ჯობს ხო და ეს არ ვიცი ტონობით უნდა დავილაგო სახლში და დღეს თმაზე გამოვიყენე ეს ნიღაბი რომელიც არ ვიცი როგორ იქნება ეს ჩემოდან მეყიდა გერმანიაში და დაწერია რომ ბოლოებში დათმაზე უნდა დაიტანო და შემდეგ 5 წუთის შემდეგ ჩამოიბანო ხა და ძალიან მაინტერესებს როგორ ეფექტი ექნება და ახლობით სამი გამოყენება არის ალბათ ესე სუნი აქვს საოცარი ანუ უგემრიელესი სუნი აქვს ამასაც ხა და ჩემი თმა ისეთი დაზიანებულია და ისეთი მტვევადია ბოლო დროს კიდევ უფრო შეეტყო ეგ რომ არ ვიცი მილიონ რაღაცას ვეყენებ და არაფერი არ მოქმედებს ალბათ ვიზრდე არ გაიზრდება ჩემი საკუთარი თმა ხა და ეს შეღებილი არის კოშმარი ასე რომ ამასაც ვნახავ და გეტყვით როგორი იქნება და მომეწონება თუ არა სუნი აქვს ძალიან გემრიელი ვგეშდება ყველაფერი იმ პროდუქტზე რომელსაც ძალიან საოცარი სუნი აქვს ამას ჩამოვება ნახა ბოლომდე არ შემომშალებ რომ ჰიალურონი გამოვიყენო მე ვარ ის ადამიანი რომელსაც აქვს საოცრად მშრალი კანი რომ ეს მაინტერესებდა ძალიან ეს დამატენიანებელი როგორ იყოს არის სებამედის მშრალი და სენსიტიური კანის დამატენიანებელი ხო და თან დიდშია მიყვარს პროდუქტები რომ დიდშია იმიტომ რომ პატარაში რო ძალიან მალე ილება და ნერვები არ მაქვს ხოლმე მაგის რო ვიყიდო ხო და რო გითხრათ რომ კარგი დამატენიანებელია თქო არა ძალიან სუბუქი ტექსტურა აქვს და მგონია თუ ძალიან მშრალი კანი გაქვს და მე მაქვს ძალიან მშრალი კანი ჩემნაირი კანი გაქვთ დიდად ეს დამატენიანებელი თქვენს კანს ვერ დაატენიანებს ვიტამინს შეიცავს და ვიტამინი ძალიან კაი არის რეალურად ხმად უნდა ატენიანებდეს მახსოვს Body Shop-ის დამატენიანებელი მქონდა ვიტამინით და ძალიან კარგად ატენიანებდა კანს my skin is glowing look და პაპის ფსისგან დამცა რადგან დღეს როგორც იქნა მზეა ამზეც გამოვიყენებ არ გამოვიყენებია დიდი ხანია ესეც გერმანიაში რომ ჭირდებოდა ჩემთან იყიდა უცებ პროზმაში ჰასკის ზეთი არის არგანით აღადგენს თმას და რაღაცნაირად აუმჯობესებს და აძლიერებს no sulfates, color safe ხოდა ნახოთ ვაუ როგორი მუქი არის არც მახსოვდა სულ ეს არის ხათმას გავიშრობ და ვიყენებ ჩემის ანუ ყველაზე საძულვარი პროცესი არის თმის დაყენება ანუ ყოველთვის ძალიან მეწარება ხოდა ძალიან კაი შეგრძნება ის სისუფთავის შეგრძნება როგორც აი ეგ არის ყველაზე კარგი შეგრძნება საერთოდ
ვიცი რამდენი დღე ამ vlogs ვიღებ, მაგრამ დავბრუნდი. So, მე უნდა გაჩვენოთ ჩემი ფრჩხილები, რომელიც ესე გამოიყურება ღმერთო ჩემო, ხო შეგიძლია დააფიქსირო. გელაკი მოვიხსენი, ზემოდან წავისვი რაღაც ფრჩხილის გასამაგრებელი და ასე გამოიყურება. Okay, I like it. და ძალიან კომფორტულია. უბრალოდ იმდენად მაქვს ფრჩხილები დათხელებული, რა ფურცელივით არის მართლა, ანუ მართლა ჭირდებოდა მოხსნა და ცოტათი შესვენება. დღეს გამოვიდა ცოტათი ნორმალური ამინდი და წინა დღეებშიც მინდა რომ ცოტათი წავსულიყავ და მე შოპინგა, მაგრამ ძალიან დამიზარა, იმიტომ რომ ძალიან სიცივე იყო. ხო და ახლა გამოვიდა ნორმალური ამინდი და გარეთ გასვლა მინდა ცოტათი ხარია, მაგრამ it's nothing. არა უშავს. ხო და იმედია ჩემი მეგობარი ადგება და გამოვა ჩემთან ერთად ფაბრიკაში. ფაბრიკაში და ყოველთვის ძალიან მიყვარს აი რაღაცნაირია. ძალიან კაი გარემო ყოველთვის. So yeah, I need to make some makeup. I don't know. I don't need it. მეგობრებო, სულ მოვიწყდება რომ თქვა, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და დალაიქოთ ვიდეო. კაცრით. სხვა ჩემგან ზაკარგად გამოიყურება თითები გადავაჯვარედინოთ. ასევე 2 დღე ვიყავი სოლარიუმში. თქვენ არ გააკეთოთ ეგ, იმიტომ რომ სოლარიუმი ცუდია, მაგრამ უბრალოდ ძალიან მომწყენდა მართლა. ანუ იმდენად თეთრი ვარ, რომ ზედმეტად თეთრი ვარ. ვამპირს გავარ და ზაფხულში რომ ვამპირს გავხარ, ანუ ეგ აღარ მომწონს. So გადავწყვიტე რომ ექსეშინელება გავაკეთო და სოლარიუმში ვიარო ცოტა ხანი მაინც ველოდნო მაინც შემეცვალოს ფერი. I don't need concealer, okay? I don't need concealer. S20 Essences bronzeri ცოტა. I look so cute. რაღაცამ დამიწერა რომ შენს თავზე მაგუყავია, ხო და ისედაც იდეაში რაღაცებს სულ ჩემს თავზე უყვები და ჩემი გამოცდილებების გარშემო თუ რამეს უყვები და ვამბობ და რჩევას ვიძლავ. ხო და უფრო კარგი იქნება ამ შემთხვევაში, ესე რაღაცა ვერ დავჯდები და ვერ მოყვები რაღაც კონკრეტული თემა უნდა მქონდეს, რომ შემდეგ გამახსენდეს ჩემს შესახებ რაღაც. ხო და თუ რამე გაინტერესებთ, უკეთესია რომ კომენტარებში დამიწეროთ კონკრეტული კითხვები და შემდეგ ამაზე საუბარს დავიწყებ. იმიტომ რომ ესე შეუძლებელი არის რომ მართლა რამე გამახსენდეს. Okay, ეს ბრონზერი არ არის ცუდი რა, ესეთია ბიუჯეტურია. ოდნავ კიდევ თხელი ტექსტურა რო ჰქონდეს ჩემი აზრით ბევრად უფრო კარგი იქნებოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ დღეს რაღაცნაირად თავს ძალიან ლამაზად გძნობ და ვფიქრობ, რომ ლამაზად გამოვიყურები. თან იმის გათვალისწინებით, რომ მაკიაჟი არ მესვა და ახლა ვიკეთებ. ხო და ძალიან კაი იქნება, თან ძალიან საინტერესო ხოლმე, მეც მაინტერესებს. ადამიანები რა კითხვებს გისვა მართლა და რაც მოგაფიქრდება თან რაც გაინტერესებთ, აუცილებლად დამიწერეთ და შემდეგ ამოვარჩევ, ანუ ყველას უპასუხებ. ღმერთო ჩემო, ეს კი ბოლო პერიოდში მაქვს რაღაცნაირად იმის სურვილი, რომ TikTok-ის ლაივები რომ ხდება ხოლმე, მეც მინდა რომ ლაივში გავიდე, მაგრამ TikTok-ის ლაივი არასდროს არ ჩამერთავს, საერთოდ არაფრის ლაივი არ ჩამერთავს არასდროს, ხო და აი, ეგ ძალიან დიდი სურვილი მაქვს ბოლო დროს, რომ რაღაცის ლაივი ჩავრთო, აი განსაკუთრებით TikTok-ის, იმიტომ რომ აი მგონია რომ ძალიან გავერთობე. ხო და I don't know. ანუ გავაკეთო ეგ თუ არ გავაკეთო. ერთხელ მაინც რო ვცადო 5 წუთით. პროსტ ის რომ გავერთო და გავერთო 5 წუთით. What should I do? აი სულ მინდა და ხომ რაღაცნაირად 5 წუთიანი ლაივი რო ჩამერთო და თან მეღადავა და რაღაც. არ ის არ გამიგედებია ეგ. ახლა რატომ მომინდა? მაგრამ მაშინაც მინდოდა.
იმედი მაქვს, რომ ეს vlog-ი მოგეწონებათ და დამიწერთ, რომ მოგენატრეთ. ჩემი ყავისფერი ფანქარი დავკარგე. რამეს რომ კარგავ, ძალიან ნერვები მეშლება, იმიტომ რომ ერთი ტუჩის ფანქარი მქონდა, რომელიც ჩემი საყვარელი იყო და დავკარგე აქ. ხო და დავკარგე ასევე ჩემი საყვარელი თვალის ფანქარი, რომელიც ეფროდე მქონდა გამოწერილი და ძალიან კარგი თვალის ფანქარი იყო, ძალიან მუქი არ იყო, ცოტათი ღია ყავისფერი იყო და აი ყველაფერში ვიყენებდი და თან საკმაოდ ბევრი იყო კიდევ დარჩენილი, ხო და სად დავკარგე არ ვიცი და ძალიან ნერვები მომეშალა, მაგას და ვიყიდე აი ეს ესენსის თვალის ყავისფერი ფანქარი და ცოტათი მუქი არის ვიდრე მე მომწონს, მაგრამ არა უშავს სხვა რა გზა, იმიტომ რომ ის ჩემი ფანქარი გაუჩინარ და მეზიზღება რამეს რომ კარგავ, აი მეზიზღება უბრალოდ. That's all. გავიკეთე თუ არა თვალების შიგნიდანაც ეს შავი ფანქარი. გარდა ყავისფერი. ცოტა. ასევე სოლარიუმში რომ ვიყავი, ცოტათი გამოვიდა ჭორფლები და ძალიან მომწონს ხოლმე ჭორფლები რომ გამომდის სახეზე. ანუ ბავშვობაში ისე მეზიზღებოდა სახეზე ჭორფლები რომ მქონდა, ანუ თან მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც აი მზეზე რო გავა და ზაფხულში, აი ჭორფლებით მევსება სახე, ხო და ბოლო დროს, ბოლო წლებია მივხვდი რომ ჭორფლები ძალიან მაგარი რაღაც არის და ძალიან ლამაზი არის და კი არ უნდა გეზიზღებოდეს პირიქით, უნდა გიყვარდეს ძალიან. ხო და ძალიან შემოყვარდა და ძალიან მომწონს და ახლა ზაფხული რომ მოდის, ვიცი რომ ბევრი ჭორფლები გამომივა და ძალიან მახარებს ეგ ფაქტი მოკლედ. თუ ვინმეს გააქვთ მსგავსი შეგრძნება, რომ თქვენი ჭორფლები არ მოგწონთ, გაჩვენდით. იმიტომ რომ ძალიან იღბლიანები ხართ ჭორფლები რო გაქვთ, ძალიან ლამაზია და ეგ ჭორფლები ძალიან გალამაზებთ და რაღაცნაირად თქვენი ნაწილია. არ ვიცი თვალის ტუში მინდა თუ არა, მგონი არ მინდა. That's all guys. It's my makeup. სულ ეს არის და ეხლა ჩემი მეგობარი თუ ადგება და გამოვა, ძალიან კაი იქნება. და იქ შევხვდებით. აი არ ვიცი საიდან, მაგრამ ბოლო დროს, ბოლო დღეებია და დღესაც ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. ხო არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ რაღაცა ვიყო კარგ ხასიათზე, შეიძლება რაღაც პრობლემებიც არის რაღაცების, მაგრამ ანუ ძალიან კარგ ხასიათზე ვარ და საიდან მოდის ხოლმე ეგ კარგი ხასიათი, არ ვიცი, როცა ხო და ეგ ისე მიხარია, რომ ვერ წარმოგიდგენთ, იმიტომ რომ მაგ მომენტში მინდა ხოლმე რომ სულ ადამიანებთან გავატარო დრო, გარეთ გავიდე რაღაცად. ანუ ენერგია დავხარჯო და რაღაც და ეხლა კარგ ხასიათზე რო ვარ, ისე მიხარია და დარწმუნებული ვარ თქვენც გეხარიათ, იმიტომ რომ არ ისმენთ ჩემს წუწუნს, ჩემს საოცას და დეპრესიაზე. იმ შემთხვევაში თუ თავზე არავინ არ გაკოცეთ და გჭირდებოდეთ, ჩემი კოცნა. ასევე ბოლო პერიოდში TikTok-ზე ძალიან ბევრ ვიდეოებს ტვირთავ და ვერ ვშორდები, არ ვიცი რატო, უბრალოდ ამოჩემება მაქვს TikTok-ის და ტვირთავ რაღაც სისულელე ვიდეოებს. I don't know why. და კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი